თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევას კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს. დღევანდელ პროცესზე საქმეში დაზარალებული სტატუსის მქონე პოლიციელი გიორგი ჯანიკაშვილი დაიკითხა. მან თქვა, რომ აქციაზე ქვამოხუდა თავის არეში მიიღო დაზიანება, დაკარგა გონება და გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ნაკერი დაადეს. თუმცა ისევე როგორც სხვა მოწმე პოლიციელებს, მასაც არ დაუნახავს და არ იცის ვისი ნასროლი ქვამოხუდა. ასევე მან ხელი ვერ დაადო ვერცერთ ბრალდებულს. მიუხედავად იმისა, რომ არ დაუნახავს ვინ ესროლა ქვა, პრეტენზია აქვს როგორც მისი, ასევე მისი კოლეგების დაზიანების გამო. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მას კითხა, აქვს თუ არა პრეტენზია ზოგადად მოქალაქეების დაზიანების გამოც, რაზეც პოლიციელმა განაცხადა, რომ თავისთავად ძალადობაა. ადვოკატების განმარტებით დაზარალებული სტატუსისთვის საჭიროა პირდაპირ იყოს მითითებული ვისგანაა მიყენებული ფიზიკური, მორალური თუ მატერიალური ზიანი. ადვოკატმა მოწმეს განუმარტა, რომ დაზარალებულს პრეტენზია მხოლოდ მასთან შეიძლება ჰქონდეს, ვისგანაც უშუალოდ მიიღო დაზიანება. მისი თქმით, ზოგადად საუბარი შეუძლებელია. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს მოწმეებად ასევე მოყვანილი ჰყავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორები, რომლებმაც აქციებზე ვიდეო კადრები გადაიღეს. დაცვის მხარემ ისინი უდავოდ გახადა. სასამართლომ ადვოკატების პოზიცია გაიზიარა. დღევანდელ წვდომაზე ოპერატორები არ დაუკითხავთ. დაკავებულ 11 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს.